დღეს ჯაზი და ჰიპ-ჰოპი არაქისის კარაქი და ჟელია. მათი ურთიერთობა იმდენად ცნობილია, რომ ძნელია წარმოიდგინო ერთი მეორის გარეშე. და მიუხედავად მათი მუსიკალური განსხვავებისა, ისინი ორივე ამერიკაში შავკანიანად ყოფნის მხატვრული გამოხატულებაა. მაგრამ ჯაზისა და სიტყვების თამაშის შეხამება ბევრად ადრე არსებობდა ვიდრე ჰიპ-ჰოპი. დავუბრუნდეთ 1900-იანი წლების ჰარლემს, სადაც შავკანიანი ხელოვნებისა და ლიტერატურის მოღვაწეები რენესანსს ხელმძღვანელობდნენ. ჰარლემის რენესანსისთვის ბევრი ფიგურა იყო გადამწყვეტი, მათ შორის ლეგენდარული პოეტი ლენგსტონ ჰიუზი. ჰიუზი ითვლება ჯაზის პოეზიის შემქმნელად, რაც გულისხმობს პოეზიას, რომელიც ასახავს ჯაზის მსგავს რიტმს ან იმპროვიზაციის შეგრძნებას. მაგალითად, ავიღოთ მისი კლასიკური პოემის The Weary Blues-ის ეს ცოცხალი შესრულება. ჰარლემის რენესანსიდან 40 წლის შემდეგ ამირი ბარაკას მსგავსმა ფიგურებმა ჯაზის პოეზიის იდეა კიდევ უფრო წინ წაწიეს 60-იან, 70-იანი წლების შავი ხელოვნების მოძრაობის დროს.